Our პოლიტიკურ თემებზე საუბარს ვიწყებ ჩვენ სტუმართან სტუდიაში შემოგვიერთდა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი. გამარჯობა. გამარჯობა, გამარჯობა. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. ბევრი თემა გვაქვს სასაუბრო, მაგრამ მოდით დავიწყოთ აი თემურ ალასანიას გამოჩენთ. 3 კვირა დარჩა კანდიდატის სტატუსის ოფიციალურად მიღებამდე და ორი გზავნილი მივიღეთ, რომ გახლეჩილი ქვეყანა ეს კარგია, სასარგებლოა, ეს დემოკრატიის ნიშანია და თან უარიც უნდა ვთქვათ სამშვიდობო პოლიტიკაზე. აი როგორ აფასებთ ამაზე შემთხვევითია? ორივე სკანდალურია, ორივე განცხადება, თლიანად განცხადება სკანდალურია და მით უფრო სკანდალურია, რომ ეს არ არის თემური ალასანიას აზრი. თვითონ გააჟღერა ის აზრი, რომელიც სააკაშვილმაც თქვა ფაქტიურად, რომ რატომ მშვიდობიანი ჩვენ შეგვწევს ძალა და შემდეგ კიდევ ჩაერთო უკრაინიდან გენერალი, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ ძალასაც ხმარობდით და იქ რაღაც სპეცოპერაციებიც ქონდათ აგეგმილი და რაღაცა რომანტიზმი ჩააქსოვა იმაში, რომ ადამიანის ლიკვიდაცია მოახდინა, რაც არ უნდა ცუდი იყოს და ჩვენთვის მეუღებელი კონკრეტული პიროვნება, ანუ სახელმწიფო განხორციელებდა კიდევაც ისეთ ძალისმიერ მეთოდებს, რომელიცაც შეუძლია თავისუფლად ხელი მოაწეროს ნებისმიერი ადამიანის ლიკვიდაციაზე, გარკვეული სალიკვიდაციო ოპერაციის ჩატარებას. ეგ ერთი თემა. დღის წესრიგში დაბრუნდა მეორე ფრონტის საკითხი, ვინაიდან თავის თავს დღეს ნაცმოძრაობა და არა მარტო ნაცმოძრაობა დასავლელ პარტნიორებს აჩვენებს ისე, როგორც მათი აზრით შეიძლება მოწონებული იქნენ. მათი პოლიტიკური პოზიცია იქნეს ხარდამჭერილი. ამ სტუდიაშიც ბევრჯერ გვითქვამს, რომ სოფლიო პოლიტიკა პრაგმატულია, ომი, რომელიც მიმდინარეობს, დაუნდობელი და სისხლისმღვრელია. და ჩვენ ამ ხელა რესურსი ჩავდეთ, ამდენი ვიმუშავეთ ჩვენ მეგობრებთან, პარტნიორებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან და რეალურად გამოვედით, შევედით იმ პოზიციაზე, გავამკვიდრეთ, გავამყარეთ ის პოზიცია, რომ საქართველოს ეკონომიკური და მით უმეტეს სამხედრო დაპირისპირება დაანგრევს იმდენად, რომ აღარ იარსებებს და აი ამ ფონზე, ჩვენს მიერ გატარებული პოლიტიკის ფონზე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მიღების თაობაზე. ესენი ეუბნებიან, რომ თქვენ თუ გაწყობთ, რომ ჩვენ აი მეორე ფრონტში ვიყოთ მონაწილე ფიგურანტები, აქავართ, თავის თავს თავაზობენ და მეორე საკითხი კიდე გახლეჩვაზე, საზოგადოების გახლეჩვა დაპირისპირება, ეს თუ მოსაწონია, მხოლოდ ნაცმოძრაობას უბრალოდ არ ჩნდება ხოლმე როგორც წესი ის ნაცმოძრაობისთვის კრიტიკულ და კრიზისულ დღეებში გამოდის. არა, თემურ ალასანიას აქ ლაპარაკი. ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობის პოზიცია და არა მარტო ნაცმოძრაობის კიდევ მეორე პარტიისთვის, როგორც წესი ტონის მიმცემია და ეგრეთ წოდებულ რჩევა დარიგებებსაც აძლევს. როდესაც ღია და აქამდე ძირითადად ის პირადად ეუბნებოდა ხოლმე თავის მოსაზრებებს, ალბათ გახსოვთ ცნობილი ფარული ჩანაწერებიც. როდესაც ის ღია და ამაზე საუბრობს, ეს რას ნიშნავს ამ შემთხვევაში, რომ ანუ პარტიის ყველა წევრისთვის ერთგვარ დირექტივაა მიცემული? დასაკვირველია. ეს არის სკანდალური განცხადება იმ თვალსაზრისით, რომ მეორე ფრონტის თემაზე, რაზედაც ასე ხელებს ასაფსავებდნენ, რომ არავის არ უთქვამს და არავის არ უნდა, სწორედ ის, რაცაც უკრაინა ითხოვდა და თუ დამალულად, ელჩიც კი გაიწვიეს. იმის გამო, რომ საომარ მოქმედებებში არ ჩავერთით, არა ყველა მიცის. და უკრაინა საკმაოდ სერიოზული წონა აქვს მის სიტყვას, მით უმეტეს ასეთ ვითარებაში უკრაინისთვის ეს თემა არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი და შესაბამისად უკრაინის მხარდაჭერა, პოლიტიკური მხარდაჭერა ზოგიერთი ქვეყნისთვის გამოიხატება იმაშიც, რომ შეაშველონ მას კიდევ ერთი დამატებითი ფრონტი. ამაზე უკვე ღიად დაიწყო ლაპარაკი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ. კი, ჭკუის დამრიგებელიც არის, შეიძლება ტონის მიცემიც არის, მაგრამ ეს არ არის ტონის მიცემისთვის გაკეთებული განცხადება. ეს არის წინასწარ მოლაპარაკებული პოზიცია, რომ ჩვენ აქავართ და ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლა გულისხმობს იმას, რომ მეორე ფრონტი გაიხსნება და ძალისმიერი მეთოდით. ეხლა იმაზე ხო არ არის მართლა ლაპარაკი, ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს და ამიტომ და იქ აფხაზებს, რომლებიც ცოტანი არიან თავის ტერიტორიაზე დარჩენილი, რაღაც შიშის ზარი დასცეს. ეს არის საუბარი იმაზე, რომ გალაშქრება გამოიწვევს რუსეთისათვის დამატებითი პრობლემის შექმნას, თუმცა ამ პრობლემას რუსეთს შეუძლია დაუპირისპიროს 1-4-5 ისეთი სერიოზული დარტყმა
რომელიც არ ემგონება უკრაინის თემას, იმიტომ რომ უკრაინის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ფრონტის ხაზი არის 2000 კილომეტრზე მეტი. საქართველოსთვის ინფრასტრუქტურული პროექტების დანგრევა, ვთქვათ, და სიტყვაზე ვამბობ, აი საზღვაო კარიბჭის ან რომელიმე სამხედრო ობიექტზე დარტყმა და საპასუხო დარტყმა იქნება ქვეყნისათვის ისეთი დამანგრეველი, რომ დაუჭირდება ათეული წლები, რომ წელში გაიმართოს ჩვენი ქვეყანა და გარდა ამისა ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ, რაზედაც პრემიერ-მინისტრი ლაპარაკობს, კიდე პარლამენტის დელეგაციები, ისთვისაც ჩინეთთან გაფორმდა ეს ხელშეკრულება და რაზედაც ჩვენ ვილაპარაკეთ ევროკავშირის ფორმატში, რაზედაც ამერიკამ და ჩინეთმა ილაპარაკა შუადერეფნის მნიშვნელობა საქართველოს, ეს ყველაფერი უნდა დავივიწყოთ და გადავიდეთ იმ რეჟიმზე, რასაც ეს ცხელი პოლიტიკოსები კარნახობენ. როგორც ხვდებით, ეს გეგმა სრულად ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციის პროცესს, კანდიდატის სტატუსის მიღებას, ზოგადად ქვეყნის პოზიციონირებას რეგიონში და ჩვენს ურთიერთობას საერთაშორისო პარტნიორებთან. რა შანსები არსებობს, რომ ეს ჩვენი სვლა გაცხადებული გეგმა შეიცვალოს და საფრთხე შეექმნას მას? ჩვენ გვაინტერესებს ევროინტეგრაცია და დიდი სია არსებობს იმ მიზეზებისა, რატომაც გვაინტერესებს. მაგრამ თუ ეს სიტუაცია, როგორც თვითონ თulis იმათი გადმოსახედიდან, იქნება მოწონებული, ვთქვათ, უკრაინის აი საომარ მოქმედებაში მხარდაჭერის სტრატეგიაში, სადღაც რომელიმე ფორმატში, ჩვენი ევროინტეგრაცია კი არა საზოგადოების სიცოცხლე, ახალგაზრდების თუნდაც, იქ აღარავის აღარ აინტერესებს. მაგრამ ეს არ მოხდება, სწორი ხართ, თქვენ არ მოხდება, ვინაიდან საქართველოს დაამტკიცა, რომ მისი მნიშვნელობა მსოფლიოსათვის, თუნდაც შუადერეფნის პროექტის ფარგლებში გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ვისი მონაწილეობა საომარ მოქმედებებში და ესენი თავის თავს პოზიციონირებენ, ამათ აღარ დაუჭიროთ მხარი, ჩვენ აქ ვართ. ჩვენ დაგვიჭირეთ მხარი, ამათ ჩავაჩოჩებთ და მეორე ფრონტი, როგორც ადრე იყო ლაპარაკი, ეს თემა ამ თემას გავაღვიძებ და მეორე საკითხი. პირდაპირ არის გადამული ის თემა, რასაც ქვია, რომ საზოგადოება გახლეჩილი, დაპირისპირებული, რადიკალური, როგორც ეს ფარულ ჩანაწერებშიც იყო, არის სწორედაც ის ფორმულა, რომელიც მისაღებია, მე ამ კოლექტიური ნაცმოძრაობის საკრიტიკო თქვათ არ არის ნაცმოძრაობა. მისაღებია ოპოზიციური რევოლუციური კომიტეტის მიერ, კიდე ნაცმოძრაობა დაარქვი და რაც კიდე დაარქვი, რევოლუციური კომიტეტის მიერ, რომელიც ჩვენ თვალწინ ჩამოყალიბდა და არსებობს და ეს მესიჯიც იქიდან არის. მას შემდეგ რაც კანდიდატის სტატუსის ვერ მიღების საკითხი ჩავარდა, შესაბამისად გეგმა, რომელიც შემოდგომაზე არეულობას ითვალისწინებდა, მინიმუმ გადავადდა, ამ პირობებში გადაწყვიტა ცალკეულმა პარტიებმა, რომ დაიწყოს საარჩევნო სამზადისი და რაც მთავარია მოითხოვს ბარიერის, რაც შეიძლება დაბლა დაწევა. საბოლოო ჯამში ხელისუფლება პოზიციაში შეიცვლის თუ არა ამ საკითხთან დაკავშირებით. მეტყვით რომ ისინი ამ საკითხს დავაზუსტებ, რომ ევროინტეგრაციას და ზუსტად იმ 9 პუნქტს გეგმა ჭრილში გადავიდა, თორე დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. ეხლა საარჩევნო პერიოდი ახლოვდება, გასაკვირველია ბარიერის თემა ერთ-ერთი საკითხია, თორე თვითონაც კარგად ესმით, რომ მცირე პარტიებმა ვთქვათ, მოდით ისიც აღვნიშნოთ, რომ ვინც ვერ დააგროვებს 5%-ს, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ გაქრებიან პოლიტიკური ველიდან. იმ რაოდენობიდან გამომდინარე, რაც მხარდამჭერები ეყოლება, გარკვეული და ესეც სოლიდური დაფინანსება ექნება იმისათვის, რათა გადარჩეს, გაფართოვდეს, გაძლიერდეს და შემდეგ არჩევნებში დაუბრუნდეს პოლიტიკურ ესეთ ცხოვრებას, უფრო აქტიურს, გამოვიდეს ველზე. მაგრამ ამათ ყველაფერი გადაწყობილი ვინაიდან აქვს თქვენ როგორც თქვით, რომ ეს დღის წესრიგიდან გაქრა, იმიტომ რომ ეს მივიღეთ, ეხლა ეს მეორე თემა წარმოიწია. იმის ნაცვლად პირველად ხო იყო, რომ სტატუსის არ მიღება განაპირობებდა დესტაბილიზაციას. ეხლა დესტაბილიზაცია მათი აზრით უნდა განაპირობოს აი ამ მცირე პარტიების უკმაყოფილება პერსპექტივაში, ვინც ვერ ხედავს თავის თავს პარლამენტში და მათ თავის მხარდამჭერებთან ერთად უნდა შეავსონ
ის რევოლუციური კომიტეტის რიგები, რომელიც ნაცნობრობას უკვე ჩამოყალიბებული აქვს. ასე რომ თემა მოიგონეს სხვა და სტრატეგია მაგრამ ამ თემაზე, როდესაც ისინი საუბრობენ, ხსნიან დემოკრატიით, რომ მეტი ხმა ნიშნავს მეტ პარტიას პარლამენტში და შესაბამისად ამისთვის არის საჭირო, რომ ეს ბარიერი დაიწიოსო. გავიგონოთ თქვენი შეკითხვა, მაგაზეც პასუხს მოგცემთ თუ სხვა დამატებითი კითხვა არის. ანუ არ შეიცვლის პოზიციას? არა, ვერ შეიცვლის, რატო იცი, ჩვენ არ გამოვდივართ ქართული ოცნების ინტერესებიდან. და ჩანს ეს ნებისმიერი პარტია თავის ინტერესებს იცავს რასაკვირველია, მაგრამ ჩვენ თეორიულად კი არა, უკვე ძალიან ახლოს დაახლოებულად პრაქტიკასთან, პრაქტიკულად ამათ რაც უნდათ, თორე ეს ვერ ეღირსებიან, იმიტომ რომ ხალხი ხედავს საზოგადოება ბრმა არ არის და ინტელექტუალურადაც საკმაოდ გადაასწრო რევოლუციური კომიტეტის შემადგენლობას. რას ხედავს? რომ მცირე პარტიებმა აი თქვათ თეორიულად მესამე ადგილზე გასულ პარტიასაც შეუძლია, მაგრამ თქვათ რომელიმე პარტიამ, რომელიც აიღებს ხმების დაკლებ რაოდენობას, მაგრამ შეუძლია მიიმხროს ეს მცირე პარტიები 1%, 2% შექმნას რაღაც კოლექტიური ნაცნობრობა, რაც პრაქტიკულად უკვე შექმნილია, ხო ხედავთ რა? და აი ამ მხარდაჭერილმა, არაპოპულარულმა პარტიებმა მონაწილეობა მიიღონ მთავრობის ჩამოყალიბებაში, რომელმაც ქვეყანა უნდა მართოს საკმაოდ სერიოზული საზოგადოების მხარდაჭერის რესურსით. ცუდი მაგალითებიც არსებობს. სწორედ ამიტომ გააკეთა ევროკავშირის 23 ქვეყანამ დადო ბარიერი 5%, რომელიც პლურალიზმსაც უზრუნველყოფს, ანუ მრავალხმიანობას და მრავალპოზიციონირებას პარლამენტში. ამასაც უზრუნველყოფს და გარდა ამისა, სტაბილურობის გარანტია იმისა, რომ ვინც რეალურად იგებს, ვისაც მეტი მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში, იმას ჰქონდეს მეტი შანსი ჩამოაყალიბოს მთავრობა და სტაბილურობა შეინარჩუნოს და კიდევ ერთი ფაქტორია. როდესაც მცირე პარტიები შემოდიან, უკვე დიდ პარტიებს, რომელსაც პრეტენზია აქვთ, ტრიბუნის პრეტენზია აქვთ, თუნდაც მთავრობის ჩამოყალიბების თუ ასეთი რაოდენობა შეაგროვეს, არა ჯანსაღი პოლიტიკური და პოლიტიკურ ზღვარს გაცდენილი არაჯანსაღი მოლაპარაკებების და გარიგებების წინაპირობის შექმნა შეუძლია. მოკლედ დესტაბილიზაციის ნიშნები გაცილებით უფრო მეტია აი ამ დაბალ ბარიერში, რასაკვირველია, ვიდრე სიკეთე. MDB-ის პროცესში, გამსხვილებისკენ მიმართულ პროცესში გამოიკვეთა კონტურები გაერთიანების სალომე ზურაბიშვილი, გიორგი გახარია, ნინო ლომჯარია და გარკვეული საიდუმლო დეტალებიც გავიგეთ, ასე ვთქვათ, ამ სცენარს, რომ არჩევნებამდე 3 თვით ადრე პრეზიდენტი უნდა გადადგეს და ჩაუდგეს ამ ოპოზიციურ მოძრაობას სათავეში. გჯერათ თუ არა ამ სცენარის და რა პერსპექტივა აქვს თუ ის მართლაც განხორციელდა? არსებობს ეგეთი ოქროს წესი, როდესაც პოლიტიკაში ხარ, რომ შენ ის უნდა იქიდან უნდა გამოხვიდე, რაც შეიძლება, რამაც შეიძლება, რაზეც დღეს თქვათ ეჭვი გაქვს. არ არსებობს ეგეთი თემა და არც მიყვარს ის თეორია, რომ შეთქმულების თეორია ხელი სავსავით უნდა უარყოთ. ყველაფერი უნდა დაუშვა და მერე გამორიცხო. თქვენ რასაც ამბობთ, გამორიცხული არ არის. და გამორიცხული არ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ თვალწინ ვითარდება ეს პროცესი. განა იმიტომ არ გამოურიცხავთ, რომ ჭკვიანები ვართ და რაღაც გამოცდილება წიგნი გვაქვს წაკითხული და პერსპექტივაში ვხედავთ ამ გაერთიანებას. პერსპექტივაში ვხედავთ არა შინაგანი განწყობით, ან ჩვენი ანალიზის საფუძველზე, სიღრმისეული და ჩვენი გონების დაძაბვის საფუძველზე, არამედ ჩვენ წინ იშლება ეგ სურათი და ფაქტია, რომ ამან შეიძლება გარკვეული განვითარება პოვოს, მაგრამ სინერგია თუ შეიკრება ამ გარკვეულ. არა, იცით რა არის? აი, იმდენად მაინც მე მგონი, ვინც ამას გეგმავს, ვერ საზღვრავს რა წონა აქვს, თქვათ, იგივე ნინო ლომჯარიას. ხა პიროვნულად არ ვეხები არავის. ან რა წონა აქვს საზოგადოებაში სალომე ზურაბიშვილს. როგორ შეიძლება ამ გაერთიანებამ მოიზიდოს მეტი ამომრჩეველი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, 5%-იანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, რასაკვირველია იდეა ეგ არის, რომ ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, თუ კი ეს მხარე მეორე ადგილზე გასული, მესამეზე, მეოთხეზე
მეხუთე ადგილზე გასული მე-6-ზე განაპირობებენ უმრავლესობას, თავრობასაც დააკომპლექტებენ, რასაკვირველია სამართლიანიც იქნება გარკვეულწილად, იმიტომა 5%-იანი ბარიერი. მაგრამ იგივე სცენარის განვითარება, რასაც ახლა ვყვები, 5%-იან დაბალ პარტიებთან ერთად ეს უკვე ტრაგედია იქნება ჩვენი ქვეყნისათვის. თქვენ რა გაერთიანებაზე საუბრობთ, მე არ მგონია რომ იმას პერსპექტივა კონდეს გამარჯვების. ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ, ხვალ ნაცმოძრაობა სიმბოლურად 23 ნოემბერს აპირებს, რომ დიდი ერთობა შექმნას, მათ შორის იმ განდგომილ წევრებთან ერთად, რომლებიც ხაბეიშვილის არჩევის შემდეგ პარტიას ფაქტობრივად გაიმიჯნენ. და როგორც სააკაშვილმა მოუწოდა, ერთმანეთს ჩავჭიდოთ, ხელისუფლება გვაქვს შესაძლებელი. რა შანსები აქვთ? манифестზე აქ ლაპარაკი, გაერთიანების манифестზე. აღარ გავიმეორებ იმას, რაც თავს გადაგვხდა, მაგრამ დღეს ადამიანები, რომლებიც 2004-ში შეიძლება სულ არ იყვნენ დაბადებულები, 2008 წელსაც 3-4 წლისანები იყვნენ და ვერ მოესწრეს ამ მოღალატეობრივ საქმიანობას, რამაც 20% ტერიტორიების ოკუპაცია გამოიწვია. ესენი დღეს ამომრჩევლები არიან. და მათზეა გათვლილი გარკვეული ერთობის შექმნა, რომელმაც პრაქტიკულად სააკაშვილის სიტყვებით თუ სიტყვებზე თუ ვიმიჯელებთ, სიტყვებით ვერ ვიმიჯელებთ, მაგრამ ის რომ თქვათ, არავინ არ უნდა იყოს მომავალ სიაში, ვინც დღეს პარლამენტშია. ეს განა წამოწთა. ეს არის ლაპარაკი იმაზე, გამეორებაა დაახლოებით იმ თეზის, როდესაც ამობდა, რომ თუ რამე ცუდია ჩადენილი, ვანო მერაბიშვილმა გააკეთა, სისხლი მაგან დაღვარა. ერთი მაგალითიც რო ყოფილიყო ნებისმიერ დემოკრატიაში, თქვა ჩავაძის დახვრეტა. გადაიყოლეს მანქანა კაც ქუჩაში დახვრიტეს. ერთი ეგეთი მაგალითიც რომ ყოფილიყო, რასაკვირველია ის მთავრობა მეორე დღეს აღარ იარსებებდა საერთოდ. და წარმოიდგინეთ, როდესაც ესეთი მაგალითი არის ასეულობით, რა გეზეიმება რა 23 ნოემბერს აღნიშნავ. იყო საწყისში პოზიტიური ტენდენციები, ყველა რასაც ელოდა, მაგრამ ამან მიიღო ისეთი ხასიათი, რომელიც ნამდვილად ახლოსაც არ არის ევროპულ სტანდარტთან, არც უნდა ახსენო ამ სიტყვებით, ასე რომ მე ვფიქრობ, ეს არის მოსატყუებლად გარკვეული საზოგადოების პირველი, ვისაც გონია რომ სააკაშვილმა ყველაფერი იქნა იმისთვის, რომ ტერიტორიები არ დაეკარგა, მაგრამ მოხდა ისე და დაკარგა. ვინც ამართლებს იმას, რომ სააკაშვილმა ხელი მოაწერა ყველაფერს, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს ომის დაწყებაში, ზოგადად, არა მარტო ომის დაწყებაში, დაუშვებელი უკანონო იარაღის გამოყენებაში, ადამიანის უფლებების დარღვევაში და ასე შემდეგ. და რომელიც ამართლებს იმას, რომ ასიზავ ადამიანები უნდა ხოცო ქუჩაში თორე, აბა როგორ გინდა წესრიგის დამყარება. ეს რო შეკრიბო ყველაფერი ერთად, ეს არის 2004 თუ არა 2005-12 წლების დამახასიათებელი ნიშნები. და აი ამას უნდა ეს უნდა იცოდეს იმ ხალხმა, ვინც დღეს არ არის ემოციურად დაკავშირებული ამ პერიოდთან. პოზიციას დაუბრუნდა სააკაშვილი 7 ნოემბერთან დაკავშირებით, ხო მოვისმინეთ, ახალს ვერ ვიტყვი, ალბათ ძალიან ძველი შეფასება, ხო, რომ ეს იყო რუსული სცენარით, რომ ეს იყო გადატრიალება. ეს ყველაფერს რუსულ სცენარს ეძახის. რუსული სცენარი რა იყო? რუსული სცენარი, რომ ყველაფერი დაექვემდებარებინა სააკაშვილს და რუსებმა არ იცოდნენ ის, რომ სააკაშვილს შეუძლია ამას ყველაფერს ერთი ხელის დარტყმით დაიქვემდებაროს ყველაფერი, გააქროს, მედია გააქროს, პლურალიზმი ხო ვიცით არა, რაც იყო. რა მედია თავისუფლებაზე, ადამიანის თავისუფლებებზე იყო ლაპარაკი. ანუ მას მის სიტყვებს რომ დაუჯეროთ, რუსეთმა პრაქტიკულად ისეთი გეგმა შეემუშავა, სადაც სააკაშვილი გამარჯვებულიც გამოვიდა და საერთოდ ყველაფერი დაექვემდებარა. პოლიტიკაც, ფულიც, ადამიანების სიცოცხლეც და მედია საშუალებებიც. ანუ ვერ გათვალეს რუსეთში. გასაგებია, მადლობა. გიორგი ვოლსკი, პირველი ვიცე-სპიკერი იყო ჩვენი სტუმარი, მადლობა ბატონ გია.